ესენ ამათი შემოbrunება იქნება ლაკმუსის წყალი. როდესაც უკან შემოbrunების პროცესი ეს ფილამენტურობა კარგად იცით. რომ გახსნა საზღვრები და ცოტა ხელი წაუკრა, შეიძლება სააკაშვილის მეტი აღარავინ აღარ დარჩეს ამ ქვეყანაში, ყველას გასაქცევად აქვს საქმე. აი პირიქით მდგომარეობა უნდა შევქნათ. პირიქით პროცესი. რა ხდება, ანუ შეიქმნა ხალხო, ანუ ეს პირიქით მდგომარეობა წლიდან წლამდე, ანუ ქვეყანა იცლება. აი რა, ეხა იყო ხო კიდე ამ ბოლოს, აი ამ სტატისტიკის სამსახურის ინფორმაცია, სადაც ანუ რა ვიცი, უბრალოდ საგანგაშო ციფრებია. დაგცალა. ანუ ამით მოვიდა რა, ტიპი მოვიდა ამ ხო. არის ფიქრობთ, რომ პირველ წელს ყველა ოჯახი გამდიდდება და ყველა ოჯახი დასაქმდება. ეს პროცესი რამდენიმე წელიწადს დაიჭერს, მაგრამ პირველ წელსვე გაჩნდება, განცდა და გაჩნდება მომავლის წმენის იმედი, რაც ერთ-ერთი დაპირება, რაც შესრულდა ეს იყო განცდა, რომელიც პირველ წელს გაჩნდა. დღემდე მოკლედ ვინც ინარჩუნებს ახლა აი ამ ქართული ოცნებისადმი რაღაც აი ამ ლოიალობას, ანუ ეს განცდაა რა. ხო. ანუ მეტი არა ვიცი, არა, ეგეც აღარ არის. ვიღაცებს აქვთ გადავადებული. კი, ანუ ეხა გამოაცხადა ქვეყანამ სუვერენიტეტი და ის პირველი წელი ეხლა მიდის გამოძიება ნაცების საქმეების. აი ესევე და მოველოდოთ ჩვენგან წასულ ქართველებს, რომლებიც საზოგადოებრივ არიან წასული. აი პროცესი რომ დაიწყება, აღზევის პროცესი დაიწყება. აი ესე რომ გაჩნდება ცხოვრებაში სხვანაირი საქართველოში ცხოვრება სხვანაირი გახდება და სასიამოვნო გახდება. იმედი გაჩნდება, სახეები შეიცვლება. დღეს რომელ კუთხეში არ უნდა ჩახვიდე და გაიარო და თუ ხედავ ადამიანები ყველა დაფიქრებული, ყველა დაღონებული, ყველა დამძიმებული დადის. ყველა ძალიან პრობლემატურია. სამაგერო დღეს ყველა ბედნიერია. ძალიან საინტერესო ცხოვრება. 1 მილიარდ დოლარიანი ფონდი შევქმნით ჩვენ რომ სოფლის მეურნეობას პირველ ეტაპზე გავუმართოთ ხელი და ყველა გლეხს, ყველა ოჯახს ჰქონდეს საშუალება იაფი და ხანგრძლივი კრედიტების მიღების. ის ვინც აქტიურია და იცის რომელი საწარმო უნდა დააფუძნოს და თქვენ უნდა გახდეთ ამ საწარმოების მეპატრონები და არა ის რამდენიმე კაცი ფეოდალებით. ყველა კუთხეში ჩახვალ და ნაციონალური მოძრაობისევრები როგორც ფეოდალები ადრე ისე განაგებენ კუთხე კუნჭულს რამდენიმე კაცი. ესევეა ჭიათურაც. და მე ძალიან კარგად ვიცი რა ხდება აქაც. ანუ ძალიან კარგად იცის რა ხდება ჭიათურაში, ძალიან კარგად იცის რომ ფეოდალიზმი არის, რა ვიცი, ყველაზე გამოკვეთილი თუ სადმე არის მართლა ჭიათურაში ეს იგრძნობა და ვიცით ჩვენ კაზრეთის მაგალითი ავიღოთ ტყიბულის. ძალიან კარგად არის ამაში გათვითცნობიერებული და პირველ წინადებას ამბობს რომ ეს საწარმოები უნდა იყოს თქვენს საკუთრებაშიო რა. დღეს მაღაროელები რასაც ითხოვენ, აგერ 2012 წელს აქ პირობა დადებულია რა. ხო. საწარმო გეკუთვნოდეთ თქვენ. ხო. და არა ადგილობრივი და რესურსები აქ უნდა რჩებოდეს რა, რა ვიცი, ამას არ ამბობს. კი, ამას ამბობს. აი ცოტას დაუბრუნდები კიდე მაღაროებზე. კიდევ ერთხელ მინდა მის ხელმძღვანელობას და გამგეობას მიმართო, რომ ღირსეულად დაიწყოს მოქცევა საკუთარი მუშების. ის კოდექსი, რითაც ისინი სარგებლობენ, ის რაც სააკაშვილმა შემოიღო, რომ არავითარი უფლება აღარ დაუთოვა დასაქმებულებს და როგორც მე არ მინდა მძიმე სიტყვა ვიხმარო, მაგრამ ძალიან უღირსოთ ექცევიან. აი ეს უნდა დამთავრდეს და მოახერხეთ ჩვენს მოსვლამდე, რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეთ მუშებს ღირსება თავის და მოეკეთეთ როგორც ადამიანებს. აი რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალა კი არა, უბრალოდ ანუ ქალაქი გააგრძელებს თუ არა არსებობას, ეს დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. მისი სოფლის გვერდით ხდება ეს რა. კი. და ტრაგედია რა არის, რომ პრობლემას რასაც თვლის რა, რასაც სახავს, ყველაფერი მართალია. რასაც აღწერს. მაგაში ყველაფერი მართალია და ხო. დაპირებებს რაც იძლევა, ყველაფერი ტყუილია. აი, ყველაფერი, ყველა სიტყვა.